ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ისტორიის გადაწერის მცდელობა აქ ადგილი. გავიხსენოთ ჯერ მადამ ზუღაბიშვილი რო გამოდიოდა და რო ამბობდა ეგეთ რაღაცას, რომ ესე იგი არ ყოფილა თურმე ქართველები მსხვერპლი იყვნენ თურმე ამ ყველაფერში და ეს რაღაცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე კი არა, ეს უბრალოდ ზოგადად ომებში. ანუ ნახეთ, უკანა პლანზე რო გადაწიონ ეს ყველაფერი და ამ რაღაცა ზოგადის მერე ერთი ეგ პრობლემა ხო, რომ ეგრე წარმოაჩენენ თითქოს აი კაცო ეგრე გერმანელების ხარესაც იბრძოდნენ და კომუნისტების ხარესაც და ამიტომ ჩვენ იმათაც პატივი უნდა ვცეთ, კაცო, ვინც ფაშისტების ხარეზე იბრძოდა, იმათ ეგრე ესმოდათ საქართველოს სიყვარული, ხო? ანუ გათანაბრება ხდება რა. ანუ ფაშისტების მხარეზე რაღაცა ბატალიონები რო იყო ფაშისტური, ესე იგი იმათ უნდა გაუთანაბროთ ის ხალხი, ვისაც ესენი ესწროდნენ. ანუ აი, ხო აბსურდია ჯერ წარმოვიდგინე რა. ხო, აი ვიღაცა შემოვიდა, აი სვანეთის უღელტეხილებში რომ შემოვიდნენ და ქართველებს რო ესწროდნენ, იგივე თუნდაც ეთნიკური ქართველები ვიღაცები, ხო? ესე იგი ის უნდა გაუთანაბროთ იმ ქართველს, რომელიც სამშობლოს იცავდა რა. ზოგადად ეხლა ნახე, შენ სადღაც რო იმყოფები, ხო, ვიღაცამ შეიძლება წარმოიდგინოს, რომ დევნილობაში იყო და მაგას გულწრფელად ჯეროდა, რომ გერმანია საბჭოთა კავშირისგან იხსნიდა მათ შორის საქართველოსაც და საქართველო ჯერ როგორ ახერხებდნენ ამის დაჯერებას მე ცოტა ვერ წარმომიდგენია ის ხალხი საკმაოდ ჭკვიანი ხალხი იყო იმისთვის რომ ეგეთი სულიერები დაეჯერებინათ მაგრამ ჯო მოცემულობა არის ესეთი უცხო ძალა დაიძრა შენი ქვეყნის გასანადგურებლად ადგა აქედან და მიდის გზად ყველაფერს გადაუარა საშინელებებს აკეთებს და შენ რანაირად გჯერა რომ იმ წერტილს გამოტოვებს ანუ ყველაფერი დაიპყრო ხოცავს რიტავს გენოციდს აწყობს და შენ ქვეყანას არ შეეხება ამას დატოვებს რაღაც ხელუხლებელ კუნძულად და მერე დამოუკიდებლობას ეს რომ მოიგებს შენ დამოუკიდებლობას მოგცემს არ მჯერა რომ მაგის ვინმე ჯეროდა ეგ იქით იყოს მაგრამ მე რის თქმა მინდა ეხლა რაც საბამ თქვა რომ კომუნიზმისთვის არ იბრძოდნენ და რა თქმა უნდა არ იბრძოდნენ ზოგადად ეს იყო კაცობრიობას ემუქრებოდა მაშინ საფრთხე და ყველა ჯარისკაცი რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც იყო საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდა ქართველი საქართველოსთვის იბრძოდა რა ვიცი უკრაინელი უკრაინისთვის იბრძოდა ბელარუსი ბელარუსისთვის იბრძოდა რუსი რუსეთისთვის იბრძოდა უბრალოდ ისე მოხდა რომ ყველას ერთად რო ერთი საფრთხე დაემუქრა ერთ ძალად იქცა ну თან ახლა გასაგებია რომ ჩვენ მაშინ საბჭოთა კავშირს ყავდით დაპყრობილი არ მქონდა დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ქვეყანა რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ანუ წითელ არმიაში იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცებიც მაგრამ იბრძოდნენ საქართველოსთვის და ჩვენთვის ეგ საამაყოა რომ საქართველოს პროპორციულად ну პირდაპირ ცხადია ახლა რაღაცა ინგლისელზე და რაღაცა რუსზე და უკრაინელზე მეტი ქართველი ვერ იქნებოდა პირდაპირ ციფრებით ჩვენი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ პროპორციულად წეგან ვამბობდით, ხო, ანუ პროცენტულად მოსახლეობის 20%-ზე მეტი 23% ნახევარი 23% ნახევარი გაიწვიეს ომში, ან ხო წარმოგიდგენიან ყოველი მეხუთე მოქალაქე. ყოველი მეხუთე მოქალაქე, მამაკაცების კი არა, ქალები, ბავშვები, ყველა რო აიღო, ყოველი მეხუთე ადამიანი ომში გაიწვიეს. აქედან ნახევარი დაახლოებით, ეხლა ზუსტად არ მინდა ციფრების შემეშალოს, მაგრამ 300,000-მდე ადამიანი ომში დაიღო. რაც დაახლოებით იყო მაშინდელი მოსახლეობის 10% დაიღო. აი ამხელა კატასტროფა. მთლიანობაში მეორე მსოფლიო ომმა მე თუ არ მეშლება 60 მილიონამდე მე მგონი ადამიანი შეიწირა და აქედან მესამედი დაახლოებით იყო მშვიდობიანი მოქალაქე, ანუ არასამხედრო. და პროცენტულად ჩვენ რო შევადაროთ, ეხლა მაგალითად აი რუსეთის რუსეთი რაც იყო მაშინ პროცენტულად რო შევადაროთ, ან უკრაინა რაც იყო პროცენტულად რო შევადაროთ, პროპორციულად რა თქმა უნდა, არაპირდაპირ, ან მაგდენი არც ერთი ქვეყნიდან არ გაუწევიათ ოფიციალურად, გაწევით, გასაგებია რომ საქართველოს ტერიტორიაზე ომი არ მიმდინარეობდა გარდა სვანეთის
რაც შენ ახსენე, ძირითადი საბრძოლო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა. ძირითადი იყო რუსეთის, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გულისხმობ, უკრაინის, ბელარუსის, ანუ იქით იყო რა. ჩვენ ტერიტორიაზე არ იყო და აქედან გაწვეული ოფიციალურად ვისაც გააწვევა ომში და ზოგს ჯარში იყო და მაგ დროს დაიწყო ომი და ცხადია ის ავტომატურად უკვე ომში იყო. ჩვენ გავიღეთ კოლოსალური მსხვერპლი, მაგდენი არავის არ გაუღია. და ეს იყო წვრილი ზოგად საკაცობრიო, ასე ვთქვათ, საფრთხის წინააღმდეგ და რა ვიცი, ვისაც არ ესმის, რომ ამით უბრალოდ უნდა იამაყო. და ამაში არნაირი რაღაცა ის არ არის. მაგ ლიბერალებს ჩვევიათ ეგრე რომ დაგიყენონ საკითხი რა. ანუ მეორე მსოფლიო ომი იყო მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი ომი ხო და ამ ომში ხო ასე ვთქვათ გამარჯვებისთვის ქართველებმა შევიტანეთ ძალიან დიდი წვლილი. აი ვახსენეთ ხო პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქართველი. და ანუ თავარსარდალი ქართველი იყო, დაზვერვისმცემელი ქართველი იყო. იმ ოპერაციას, რომელიც გერმანიაში ჩასვლიდა გამარჯვებით დასრულდა, ოპერაცია ბაგრატიონი ერქვა, ხო? ქართველს აღამართინეს რაისტაღზე დროშა. ამდენი ადამიანი იბრძოდა, ხო, ამ სამამულო ომში და ესენი, ანუ ის კი არა რომ ამ ხელა ყველაზე დიდ ომში გავიმარჯვეთ და ქართველმა ამ ხელაწული შეიტანა და უნდა ამაყობდეს და ეს წინა პლანზე უნდა კონდეს წამოწეული რომ ზოგადად ერში გამარჯვების მენტალიტეტი იყოს, ხო? არა, შენ რაღაცა დაჩაგრული უნდა გამოგიყვანონ და აი ის ხართო ხო, მსხვერპლად უნდა გამოგიყვანონ, ხო, ამ ომში, როცა შენ უნდა ამაყობდე შენი წინაპრები და ამ გამარჯვებით და ამათ გამოყავხარ მსხვერპლად რა. ეს არის ყველაფერში ეს იაკეთებენ. რა, სადაც გაიმარჯვე, იმას იმ ომებს კი არ წამოწევენ, შენი მომავალი თაობა. გამარჯვებებზე გაზარდო. არა, სადაც თუ დამარცხდი და სადაც რაღაც მომენტში დაიჩაგრე, მარტო იმას საუბრობენ, აი როგორ დავჩაგროს. ეგ არის ამათი შინაარსი ამ ხალხის ზოგადად რა და ეგ არის ახლა რაც ეგენი აკეთებენ რა. მოდი შევაფასოთ მთავრობის დამოკიდებულება როგორია დღეს ამ საკითხის მიმართ. პირველი არავისთვის საიდუმლო არ არის ოფიციალურად, კაც მოგვილოცეს ევროპის დღე. მერე სხვათა შორის ცოტა და ნეგატიური და შეფასებები რომ მოყვა აქეთ ამ მხრიდან თუ იქით ამ მხრიდან. მოკლედ, მერე სხვათა შორის პოზიცია აღარ მახსოვს თორსე კობახიძის გვერდზე იყო, მერე ფაშიზმზე გამარჯვება მოგვილოცა. არა, ეგ ყაველაშვილი იყო. არა, ყაველაშვილო პირდაპირ ევროპის დღე მოგვილოცა, რაც მე ვნახე. მაგის მერე დადო ფაშიზმზეც, ანუ ყაველაშვილმა მერე აი ანუ ორივეს დებდნენ, როგორც ჩანს ესე იგი, იმასაც დებდნენ, ან წვავდნენ და ჩამპურს. ნუ როგორც ოცნებას ახასიათებს რა. აი ორმაგობა, რომ ვითომ იმასაც ასიამოვნოს, ამასაც ასიამოვნოს, რომ ელექტორატი არც აქეთ დაკარგოს, არც იქით დაკარგოს, ნუ ორ პირობა რასაც ქვია. ხო, ეგ ერთი, მერე კიკვიძის ბაღში რო იმართება ეს რა შემთხვევით ხო რატო არ იმართება ვაკის საპარკში, სადაც უცნობი ჯარისკაცი საფლავე. თუ ხა ბოლოს ყოფილხართ მაგ პარკში, 5 წელია მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ფაქტობრივად იქ ვერც კი მიუახლოვდები იმ ადგილს და ეჭვი ჩნდება, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცდილობენ ეს საბჭოთა სტილი რაც იყო, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ პიროვნული განცდა და ემოციური ბმა, რაზეც ჰქონდათ, ეს საბჭოთა სტილი მოხსნან, მოაცილონ და რაღაც ევროპული ყაიდის, რაღაც ვერსალის ბაღებს თუნდა დაამგვანონ, არ ვიცი. ანუ საერთოდ რომ არაფერ შუაში რო არ იქნება ეგ სამამულო ომთან და რა აჩენს ახლა მაგის თქმის საფუძველს. აი დავუშვათ, იქ არის კიკვიძის ბაღში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი, ხო? ჯერ აი არაფერი წარწერა იმას არა, საერთოდ რა აზრი აქვს ძეგლს თუ გამოვლელი ვერ მიხვდა ეს აქ რა ხდება საერთოდ, ხო? ეხლა კაი ეს მე ვიცი, შენ იცი, მაგრამ ვიღაცა 12-13 ბავშვებმა ეს არ იციან, ხო? ვისაც ეს არის რომ მეხსიერება გაჩნდეს, იქ რაღაცა მინიმუმ ამ ადამიანის დამსახურება უნდა იყოს და რატოა საერთოდ ეგეც. ხო, ერთი, ნუ მეორე თავი გავანებოთ ასევე იმას, რომ რავი, მელიტონ ქანთარია თუ პორტუგალიელი ფეხბურთელი ვერ გაიგებ, ანუ საერთოდ არა გავს. ნუ ეგ ცალკე ეს თემა კიდე. მერე ნებისმიერ ასეთი ძეგლები, რომლებიც ამ ისტორიულ მეხსიერებას შეინახავს და არის მომსპარი, არის მოულელი და არაფერი არ მეტყველებს იმაზე, რომ ამათ რაიმე ადარდებს საერთოდ. ნუ რო არაფერი აღარა თქვა, ეს სტალინის ძეგლი პირქვედამხობილია, ვინც ამ ომის თავარი
მომგები ვინც იყო პირქვე დამხობილი აგდია ის ძეგლი ისევ და არ თავრობა ყურს არ იბერტყავს მე რა სიტყვიანი ევროპარლამენტში და ვიღაც იუკნავიანიჩები და კუბილიუსები რა სიტყვიან ეგ უფრო მეტად ადარდებთ ვიდრე ის რომ მათ საკუთარ წინაპრებს ჩემი და მათი კი არა შენი კი არა მარტო საკუთარ წინაპრებს მაინც რო ცენ პატივი მაგრამ არ აინტერესებთ მას აინტერესებთ რა რომ რაღაცა ყველაფერს დათმობენ სტალინის ძეგლი კი არა კაცო რავი ტერიტორიებს დათმობენ ოღონდ კი ძალაუფლება შეინარჩუნონ ამას არ თმობენ ოღონდ და დანარჩენებს დათმობენ კაცო ოღონდ გადაერჩინონ თავი და რავი დანარჩენ საზოგადოებამ გამოიტანოს თვითონ დასკვნები ხა ჩვენ ვერ გამოვასწორებთ ოცნებას მაგის ილუზია არ გქონდეს არც მე არ ჯობას არც თქვენ მაყურებლებო და ვინც ოცნებას აძლევთ ხოლმე ხმას მაგის იმედი რომ ოცნება გამოსწორდებათ ხა ხვალ ისევ ამ სამოვლო ომის თემაზე რაღაცა თუნდაც გამოვასწორებენ ან სტალინის ძეგლს დააბრუნებენ ან რავი ზოგადად ომის ვეტერანებს არა მარტო დიდი სამოვლო ომის რაღაცას მიხედავენ არა ხალხო ეგ ტყუილია მაგის იმედი არ ქონეს 100 წელი რო იყვნენ 100 წელი ეგრე აი ეს ჭაობი დარჩება თუ უარესი არა კიდე